მთელი ხამე დავდიოდით ველზე. აღარ გვეშინოდა. გავედით ცვილში და ტკბილად შევექციოდით. წყეული იყო სიმთხრის გათენება. ველზეც ქლად იწვა ბალახი. ველში დგა 2-3 ძირი ბალი. ჯგუფ-ჯგუფად ახლოდნენ ჩიტები, შაშვები, ჟიველხივილი ისმოდა. ზოგნი მოდიოდნენ და ზოგნი მიდიოდნენ. მიეზიდებოდნენ შვილებისათვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა, საშიშია ამ დროს იარული. ჩვენი მტერი ნაწყობზე დაგვეძებს. აქეთ-იქით თვალი გეჭიროსო. ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედაჩემისგან. დედაჩემი წუხდა, თითქოს სიკვდილს აგრძელავდა. მოჰკვნეთ და ერთ ფოთოლს და მაშინვე გაყოჩდებოდა. ჩვენ ზევით იყო დგონალები, ერთმანეთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ იდგა 3 თუ 4 შეკუმშული და აწურწუტებული არყი. უცებ როგორც ცის ჭექა, იგრიალა თოფმა, იმის ხმამ დაიარა მთები და კლდეები. ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კამკალი დაიწყეს. ბოლი განირთხა ნამიანს ბალახზე. დედაჩემმა ერთი კი ამოიკვნესა და წაექცა. ვაიმე, მე იქვე გავისხიპე. დედაჩემი დაგორდა. ვხედავდი, თავქვედა სისხლიან სკვალს ტოვებდა ნამიანს ბალახზე. უცებ არყების უკნიდან გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი. ლეგაშოხის კალთები აეკვალთა. გაუმარჯოსო დაიძახა და სასწრაფო წკრიალით გამოაკიდა დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში. წაიქციოდა და დაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემ ამოიძრო პრიალა ხანჯალი და დაუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყია ხეებზე. ვაღმე, სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი უშველიდი მე საცოდავი. აგერ ძუძუებზე, იმ ძუძუებზეც, რომლებსაც მე ვწყობდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდო მხრებზეც და გასწია. მე გუბლი შემიწუხდა, დავიწყე ტირილი. მას შემდეგ ცოცხალ მკვდარი დავდივარ. ვსტირი და ეს არის ჩემი ნუგიში. დავსტირი მთებს, კლდეებს, წყალს, ბალახებს. მაგრამ ჩემთვის დედა აღარ ჩნდება. ვინ იცის, ვინ შეიძლება ჩემის სისხლით ხელებს, ვინ დამეპატრონებს.